გახლავს თუ არა დუმილს გელა უძილაური გავიგებთ დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესზე, სადაც წესით უძილაური უნდა დაესწროს სასამართლოს ხდომას. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს გელა უძილაური და არ საუბრობს ვინ შეუკვეთა, ვინ მისცა მითითება მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ხმაურიანი დაკავებების შემდეგ, როდესაც 5 პირს ედავებიან ორგანიზებას და დაგეგმვას ჯანგველაძის მკვლელობის, მათგან 3 არის დაკავებული, მათ შორის ძმები მიქაძეები და ალაპარაკდება თუ არა უძილაური და იტყვის ვისთან რა კომუნიკაცია ჰქონდა, უშუალოდ ვისგან იღებდა დავალებებს. ამას გავიგებთ დღევანდელ სასამართლო პროცესზე. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის და დღეს სავარაუდოდ ასევე მოვისმენთ პროკურორის განმარტებებს, რა ეტაპზეა გამოძიება და მიდის თუ არა შემკვეთთან, რადგან ყველა პირი დაკავებული არის ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების მოტივით, თუმცა ვინ გასცა ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთა, ამაზე საგამოძიებო უწყებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუწია და შესაძლოა დღეს მოვისმინოთ მათ შორის პროკურორისგან რა ეტაპზე არის ახლა მოკვლევა და მივიდა კვალი თუ არა ფარცხალაძემდე, რადგან საქმეში არსებობს გამოკითხვის ოქმი, სადაც დასახელებულია სწორედ ყოფილი გენერალური პროკურორი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ FSB-ს აგენტად დასახელებული ოთარ ფარცხალაძე. საინტერესოა რა კითხვები ექნება წესით გამოძიებას მასთან და გასცემს თუ არა მისი დაკავების ბრძანებასაც, რადგან ფარცხალაძე ახლა რუსეთშია და სწორედ რუსეთისგან უნდა მიიღოს თანხმობა, თუნდაც მის ეტაპირებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იქნება სწორედ პროკურორის განცხადება, როგორ და რანაირად აპირებენ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას. გამოკითხვის ოკში წერია, რომ ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ბოლო პერიოდში ოთარ ფარცხალაძესთან და ჩემი როგორც დაზარალებული ადვოკატის მოთხოვნა არის, რომ ეს ინფორმაცია გადამოწდეს, გამყარდეს სხვადასხვა მტკიცებულებებით და ის შეკითხვა, რომელიც არსებობს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ფაქტი არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსის უმოქმედობა რომ არა, გელა უძილაური ვერ მოკლავდა ლევან ჯანგველაძეს. მათ თვალი დახუჭეს და გელა უძილაურიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას არ დააკავებდნენ. დღევანდელ პროცესზე განიხილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯება და მოსამართლე გადაწყვეტს საქმის არსებითად გადაცემის საკითხს. რაც შეეხება იმას ბრალდებული გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ჩემთვის ცნობილია ის აპირებს გამოიყენოს დუმილის უფლება, მან აქამდე გამოიყენა დუმილის უფლება, მან აქამდე არ უპასუხა მნიშვნელოვან შეკითხვებს და ჯერჯერობით როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მომავალში რას გააკეთებს ამის წინასწარ გაჭრიდა აბსოლუტურად შეუძლებელია. პოლიტიკური მდგენელი ჩნდება ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, რადგან გივით არგამაძის ინფორმაციით 2 პირი ჰყავდა ივანიშვილს, ვინც რუსეთში კრემლში საქმეს ულაგებდა. ერთი ეს იყო ლევან ჯანგველაძე, მეორე ფარცხალაძე და სწორედ FSB-ს აგენტად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხილებულმა ფარცხალაძემ სწორედ უშიშროების სამსახურისგან მიიღო დავალება, რომ ექსკლუზიური უფლება ივანიშვილსა და კრემლს შორის ურთიერთობის დაალაგების სწორედ მხოლოდ მას ჰქონოდა და ამის შემდეგ სავარაუდოდ დაიგეგმა ჯანგველაძის თავიდან მოშორების საქმეც.